თანამედროვე ქართულ რეალობაში მყავს მუსიკოსი, რომელიც სხვათა შორის ბათუმელია, ჩვენი კოლეგაა ამავდროულად, საინტერესო ადამიანია, საოცარი იუმორის პატრონი. ირაკლი ფაღავა იქნება დღეს გადაცემის სტუმარი. ცივა ადამიანს, ზეს დავეძებ. ანა წარადგინე და იგა. მეც უნდა ცოტა დილად ვერ ჩაიცი. აი, იყოს არა, ცოტა ხანი გავიცილე. ის ერთი თავშივე რომ მითხრა, რომ შარვალში ელასტიკი რომ ჩავეცი. ო, ეგ ვარ ჩამეცო და ავიდე. ვაჩვენე აბა რაღაც ვიაში. არა, ეს რო ავიციო, რაღაცები გამომიჩნდება. რა ვიცი, ეგ ანეკდოტი. არა, მომიყარა. მუშნის გარანტია შედის. დათო თუთაში. მაგრამ იმას ქალი რატო ეგონა? გადაცმული იყო და იმიტომ რომ არ დაეჭირა. აიმე, ღმერთო შეგვარგე. ირაკლი, მადლობა, რომ ხარ ჩემი გადაცემის სტუმარი. ცოტა მზეზეც რომ აი კადრი გამოვიდეს. აი, ანუ კოლეგაა და ცოტა ხანი მზეზე დავაყენე. აი, ბარემ ლექსიც მათქმევინე. წრიულად ვიარა ტაქსუმზე არის. ანუ რა აკეთ რა არ გამოვა რა. რატო არ გამოვა? ის მზეს ადუნახოთ ხა. მზეს ადუნახოთ აი, ჩვენი ერი ბექგრაუნდი. გაიგე, ეკლემ რა თქვა წეღან მზეს ადუნახოთ. არა, ასე არ. არა, არის ჭრდილები ნახე მზეზე არ გახარ. მზეს ვერ ცნო. სიცილი მაქვს აკიდებული და ცოტა უნდა დავსტაბილურდე. დაგუგლე როგორ გადავეჩვიო სიცილს. ChatGPT-ს მიწერე და მოგწერს. რა შვები რა ხდება შენს ცხოვრებაში, შენს მუსიკალურ სამყაროში? ნუ გარდა იმ ყველაფრისა, რასაც ვიცით, რომ საქმიანობ. მე რამდენიმე ფრონტი მაქვს რა გახსნილი. ერთ-ერთია ეს მუსიკალური. მუსიკალურ ამბავში მყავს გენიალური მუსიკოსები, ძალიან კარგი შემადგენლობა და როგორც ადამიანები ძალიან კარგები. ერთი რუსია, ერთი ბელარუსია. უნდა შევარიგო, აქედან ვიწყებ აი ამ ამბავს და ბელარუსი და რუსი შერიგებულები არიან, უკრაინელი გჭირდება. უკრაინელია, რუსი და უკრაინელი. რუსი. ბასისტი არის რუსი, გენა და დრამერი არის უგიჟესი ფენომენალური. სიმართლე თუ გაინტერესებს, მე მგონია რომ ეს გენაც და ეს ბორიაც შემთხვევით გაჩნდნენ თავიანთ ქვეყანაში, სადაც გაჩნდნენ. იმიტომ რომ ძალიან შორს დგანან აი ყველანაირი რაღაც სიბინძურისგან იმდენად მუსიკოსები არიან. აი ეგ ენა არის ზუსტად ის რითაც ერთმანეთთან გვაქვს ძალიან მეჯიკ. აი ეს ძალიან ღრმა მუსიკოსობა, როგორ ფიქრობ, აკეთილშობილებს და ანეიტრალებს იმ რაღაც ბნელ მხარეებს. ისი არ ვიცი, რამდენად ეგრეა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ბოროტებისკენ რო უგაკუნებს. ცოტა ბნელი მხარეები. ეგეთი მხარეებიც ქონიათ გენიალურ კომპოზიტორებს. ასე რომ ის აკეთილშობილებს თუ არ აკეთილშობილებს მაგაზე საკითხი არ დგას, შემოქმედის პირველი დანიშნულება თავისთვის ეს არის გამოიტანოს. არის საქართველოს ის ქვეყანა, სადაც ეს ჟანრი მუსიკალური, რასაც შენ ქმნი, წარმატების მომტანი. წარმატების მომტანი დღეს არის ყველაფერი ის, რაც წარმატებულად არის შეფუთული. ეს არ არის ისეთი პოპ მუსიკა, რომელიც შეიძლება იყოს ფართო მასებისთვის გათვლილი. და მე პირდაპირ ვიძახი, რომ მე არ ვარ ჯაზმენი და მე მუსიკოსი არა ვარ რა. მე უბრალოდ ერთი წამით ხო შეიძლება ჩემს ადგილგზელოში მუსიკოსი მე არა ვარ აკადემიური განათლება მე ვარ ძალიან დიდი მოყვარული მე პროფესიონალიც არა ვარ მე ვარ პროფესიონალი მოყვარული გარეგნობას რო თავი დავენებოთ ანუ ქალში ყველაზე მეტად რა გიზიდს გარეგნობა ანტიკური ხმა უნდა ქონდეს ფიზიკურად კი არა შინაგანი ხმა უნდა იყოს რაღაც ანტიკური და მოდერნი ერთად. ეს შინაგან ხმებს იჭერესე? არ ვიცი, მაგნეს ვერ ვიტყვი, მაგრამ ხო არის რაღაცა, რასაც გზნობ, როგორც გინდა რომ დაინახო. ეს ჩემი ნარკოტიკია. ხა. ქალი. აი რას დათმობდი? არა, შანსი არ თავისუფლად. აი მაგალითად, ხო არის რა ფილოსოფიური მიმართულებები და თქვათ ლიტერატურაში, რომ მაგალითად თავს მოვიკლავდი სიყვარულისთვის, თავს მოვიკლავდი რაღაცა ღირსებისთვის. სამშობლოსთვის და ასე რაღაც და თავს მოვიკლავდი თავისუფლებისთვის.
ჩემთვის თავისუფლების გარეშე, ანუ ოღონ თავისუფლების განმარტება მოდი ცოტა ესე. ჩვენ ამ გადაცემაში ჩავდივართ სიღრმეებში, თავს ვაძლევთ უფლებას და შეგიძლია რომ და რა პრივილეგიით? რა ვიცი, თავისუფლებით. ოკეი, სწორია. მოიმზადე? დავიდე. ყავა უნდა დადოო. ვერ მოვასწარ. 12 უნდა ქნა და მართლა? კი, ოღონ უნდა ჩა. მორჩა, რა ღირდა? არ ვიცი, 50-ი წელი. იცით, ეხა ეს ჩადმოდი აი შენ კიდე გვაქვს, ნახე რა. აბა, მიდი, ირაკლი. თუ ამოვა ეს ყოფილა ჩვენი ხველი. აი უსინდისობასაა კარგი. აი ერთიც და რა აზარტული ყოფილა და არ ვარ აზარტული. ამის კურსელი ვიყავით. რა სწრაფად ვარდი. აზრი არა, წავედი. მოდი დავტოვოთ ეს ხურდები და ვიღაცა ვისაც დააკვდება. დავტოვოთ. ფოთაშორის ტელევიზიასთან ანა იყო მოსული გულთამდე. მართლა? და ძალიან დიდი მადლობა. დამირეკა. რომ აი მაშინა რო გადამიგეთო, ადამიანებმაო ჩამიგეთო რაღაცები. რა მაგარი. ბედნიერი ხარ? ხოლოდ მაშინ როცა ვქმნი. ეგ არის ბედნიერება, რა არის ბედნიერება? ბედნიერება ჩემი გაგებით ეს არის შემოქმედება. იმიტომ რომ შემოქმედების გარეშე არსებობას ვერაფრით ვერ ვამართლებ, იმიტომ რომ შემოქმედება ეს არ გულისხმობს რომ აუცილებლად დაუკრა და აუცილებლად. არა, რა თქმა უნდა, არა აქვს. თუნდაც ახლა მე შემოქმედების პროცესში ვარ ახლა ამ წამს. კი ბატონო. ჩემებურად. ეს პროფესიულია. შენ გაქვს დრო, გაქვს მოთხოვნილება იმის რომ საკუთარი თავი შექმნა. საკუთარი თავი გახადო შემოქმედება. იმიტომ რომ სანამ შექმნი, სანამ შვილს შექმნი და სანამ ზოგადად რამე ნაბიჯს გადადგამ ქმნისკენ და ამ პრეტენზიას გამოუთქვა საკუთარ თავს, ჯერ შენ უნდა იყოს შემოქმედი, ჯერ შენ უნდა შექმნა. მე ნიჩიანელი ვარ და ამიტომაც ყოფას ვამართლებ და სხვათა შორის ერთი ძალიან კარგი ანარქისტი შეიძლება ითქვას, ანარქო-ეგოისტი ფილოსოფოსი თუ გაგიგიათ აი ეგეთი ცნება. ხო. იყო მაქს შტირნერი, გერმანელი, ძალიან მაგარი ბიჭი იყო, ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ფილოსოფოსია, აქვს ძალიან კარგი ფილოსოფიური ნაშრომი, რომელსაც ქვია ერთადერთი და მისი საკუთრება. აქვს მიზღვნილი იმისთვის, რას ნიშნავს იყო ერთადერთი. ინდივიდზეა საუბარი. აქ საუბარია ინდივიდზე და არის ეგოიზმის გამართლება, როგორც პოლიტიკურ ჭრილში, ასევე განვითარების გზისთვის. და განვითარებისთვის. ეგოიზმის გარეშე ან რთული ადამიანი განვითარდეს. ეგო თუ არ წამოიწია, განვითარებისკენ რა გიბიძგებს? რა თქმა უნდა. შეგიძლია ეს ხელთათმანი რომ ომს. კი, როგორ? ჩავამსხენი. აი. ეს არ მახსოვდა. არ მახსოვდა. მოიცა? იყოს აღარ გავიგე. აი, ნახე როგორი ის არის, საინტერესო. სხვათა შორის რაღაცა ოცნებად მაქვს ქცეული, რომ ბათუმში გქონდეს მტრედების მოედანი, იმიტომ რომ სულ იყო ბათუმი მტრედების ქალაქი და გაქრნენ. ამ ურბანიზაციამ რაღაცა დააფრთხო ეს ყველაზე ბათუმელი და ყველაზე ქალაქელი ფრინველები და ძალიან ცოტანი დარჩნენ. ბარო, ვახო. ვახო, რატო გაგვექეცი? გასლაპარო. ვიკაჩებოდი. შენკენ ვიკაჩებოდი და შენკი ეშმაკებისკენ, მოდი გაკოცებ. მამაშვილობა როგორია? ბარემ გეკითხა ქალთა სახეები ვეფხისტყაოსნიდან თქვა მამაშვილობა, ვისი მამაშვილობა, ვიზე? შენი და შენი შვილი საოცარი ბიჭი რო ყავს. სხვათა შორის ხო, მაგ კუთხით მამაშვილობა ძალიან ღრმა არის და ძალიან მნიშვნელოვანი. სხვათა შორის ეგ ყველაზე უფრო მეტად დავაფიქსირე მაშინ, როდესაც მე დავკარგე მამამ. საოცარი მამა. ეს ზუსტად ისე იყო, როგორც თვითონ ამბობდა. ეგრეც მოხდება, და ეგრეც მოხდა სამწუხაროდ რაღაცები გვიან მოდის ხოლმე და გააქვს ხოლმე ეს განცდა რომ რაღაც ვერ უთხარი ან რაღაც ვერ დაასრულებ? კი, რასაკვირველი. ისეც არაფერს არ ვნანობ რა, რა სისულელებიც მაქვს გაკეთებული. რასაც მე ვარქმევ სისულელეს, მაგრამ ღირდა რა, მოსაყოლად მე რო უყვებით ხოლმე, ნუ კარგი. მაგრამ მთლად ეგრეც არ შეიძლება რომ
ისე დააზიანო შენ სიბლი ვიღაცა. ეხა ისე ქენი რომ შენ დააზიანდი რა თუ გინდა, მაგრამ სხვებს ნუ ავალდებულებ თუ რაღაც რა. აი სინანული გაქვს რომ რაღაცა აი ის მაქვს რომ ბევრჯერ ძალიან ცუდ უხერხულ მდგომარეობაში ხარ მე რომ იდიოტი ვარ, ეხა ამაზე ორი აზრი არ არსებობს და ყველანაირ ყველაფერზე შემეძლო წავსულიყავი მარტო იმის გამო რომ აი რაღაცნაირად მეგობრები გამეხალისებინან და რაღაც აი მომაფიქრდებოდა და ვაკეთებდი. ეხლაც მაფიქრდება, მაგრამ ეხა უბრალოდ ის განსხვავებაა, რომ აღარ ვაკეთებ. დეპრესიული ფონი თუ გაქვს ხოლმე? არ ვაღიარებ დეპრესიას. დეპრესია არის ჩემს გაგებაში არჩევანი. და რატო ავირჩიო თქო მაგას ვამბობ? ზოგჯერ ხო გეკაჩებს? გეკაჩება, მაგრამ ეგ რაღაცა უცხო ადამიანში არ ხდება, ხო? შენში ხდება და შენ თვითონ ხარ მაგის ბატონ პატრონი, რომ მაგით არის ადამიანი შემოქმედი. აბა სხვა რითი ეხა სადაც გაგიქნევს იქეთ თუ წახვედი, მაგაში ადამიანი რა მცენარე ხო არ ხარ, მაგრამ ადამიანი მაგით ფასობს და მაგით უნდა იყოს ძლიერი და შემოქმედი საკუთარ თავში თუ საკუთარი თავის სიამაყითაც შემიძლია რო ვთქვა, რომ აბსოლუტურად ყველა ნეგატიური ინფორმაციას როგორიც არ უნდა იყოს, ავტომატურად ტვინი რასაც თვლის, რომ ეს არის ტრეში, ეგრევე recycle bin-ში მიდის. ოღონდ მე ამაზე არ მიმუშავია და რაღაც ტექნიკები არ ხო ხტები იქ რაღაც იოგას პოზაში ავტომატურად. უნებით ეგეთი. აი ესე შვება ფსიქიკა რა ჩემი. ამ ბოლო დროს რაღაცა ხშირი შემთხვევებია ბულინგი, საზოგადოების მიერ დაცინვის და ასე შემდეგ. საზოგადოება იმის არის, რომ დაქცინოს და საზოგადოება იმის არის, რომ გაგაკრიტიკოს და ერთ მხრივ ძალიან გულწრფელად ამბობს რაღაცას, მაგრამ იმას რასაც მასაში გულისხმობს, იმისთვის არის, რომ გაგიწიოს წინააღმდეგობა, რომ შენ ანალიზი გააკეთო რა იმისი და გამოჩნდი რამდენად ცოტა ჯიუტიც ხარ, რამდენად გჯერა იმის რასაც აკეთებ და რამდენად ინდივიდი ხარ. საზოგადოება, პატრიოტიზმი, კაცობრიობა, ეს ისეთი გაგებებია, რომელსაც ძალიან ბევრი ინდივიდი შეეწირა, რომელმაც ვერ გააცნობიერა, რომ ინდივიდი იყო. ის ეწირებოდა ვიღაცის ეგოისტურ და რაღაცის ეგოისტურ გაგებას რა. შენი სიმართლე არასდროს არ დაიკარგება, თუ შენ არ მიეცი სხვას უფლება, რომ იმან მოგანიჭოს უფლება. როდესაც ვიღაცა განიჭებს უფლებას, ეგ ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ შეიძლება რომელიღაც მომენტში, საჭირო დროს, როცა ჩათვლიან, ეს უფლება ისე უკან წაიღონ. დღევანდელ სამყაროში, სადაც ერთობების, საზოგადოებების წრეების ერთობები ძალიან რთულია, რაღაც შენს ინდივიდს ბოლომდე მიაწვა და გაყვა, იმიტომ რომ მაშინ რაღაცა სადღაც გარიყულიც კი დარჩე შესაძლოა. არა უშავს. მაინც გარიყული ხარ, გინდა საზოგადოებაში ხარ და თუ გაბულინგებენ, მაინც გრიყავენ და აუთსაიდერი ინჩიტები. და თუ მართლა ცოტათი გაირიყებ. ენაცვალე რა. ბარემ ფიზიკურადაც გარიყული იყავი. ხოლმე. ხოლმე, თუ გარიყული ხარ, წადი გარიყულაში იცხოვრე და იქნები ბედნიერად. აი ამ რაღაცა ინდივიდუალიზმის დაკარგვას, ან თუნდაც ვერ შენარჩუნებას შეიძლება ესე ითქვას, რომ ხელს უშლის ეს რაღაც შინაგანი შიშები. პირველ რიგში შიშია. ეხა ეგ არის ანბანი. ხო, აი რა არის ეს შიშები? სადამდე მიყავს ადამიანი? სიახლის შიში და საკუთარი საზღვრების ლიმიტირება. ანუ, როდესაც იძახი, რომ მე ესეთი ვარ, მაგით შენ უკვე რეგლამენტირებულს ხდი, ლიმიტირებულს ხდი რა საკუთარ თავს და უარს ამბობ იმ შესაძლებლობების დაშვებაზეც კი, რომ შენ უფრო მეტი შეგიძლია და უფრო ბევრი შეგიძლია. და უფრო მწვავედ, უფრო ვნებიანად უჩქეფარეთ, რავი, ესე უფრო შეგიძლია, როგორც კი იძახი, რომ მე ეგეთი ვარ და არ შემიძლია, ესე იგი, ნუ, ხელები ამიწევია, ხა საკუთარ თავს მე არ შევქმნი. მაგათ, ანუ ხვდები ჩემს მსოფლმხედველობრივ, აი, ჩემებულ ფილოსოფიაში ეს ერთი ჯაჭვია, რაღაცა ერთნაირად მოქმედებს. მართლა თავისუფალი ხარ შენ? მარტოობის განცდა გაქვს ხოლმე? აბსოლუტურად, სულ ყველა ყოველთვის მარტო ვარ. აბსოლუტურად. არაფერი შესაძლებელი არ არის, ეს არის გასაცნობიერებელი. შეგუება არის, როდესაც არ მარტო ხარ შენ და შენ თუ ტოტალურ მარტოობაში ხარ?
არ ვიცი ანუ ტოტალურია შენ ყავს შენ? კი, რასაკვირველი, მე მაგიტო არ ვიწყენ, ანუ მარტოობა არ არის ჩემთვის ის, რომ ვიღაცა პარტნიორი გოგო აღარ არის ჩემს გვერდით. ან ყოველ შემთხვევაში ისეთ ადგილას, კი, გეთანხმები, ისეთ ადგილას აღმოჩნდი, რომ ვაიმე მარტო ვარ და არავითარ შემთხვევაში მე მყავს უერთგულესი მეგობარიც და მტერიც რა, ეს არის ჩემი საკუთარი თავი, რომელიც ძალიან მეზიზღება და ძალიან მიყვარს ამავდროულად და გულწრფელიც არის ხანდახან არ არის გულწრფელი თითქოს რაღაცა. ძალიან საინტერესოა საკუთარი თავი ჩემთვის. აი რა არის ის რაც არ მოგწონს? აი შენს მეში. ვაიმე. აი ვისთანაც სულ რაღაც ჭიდილში ხარ. კარგა ხანია, რაღაც ჭიდილებში დიდად რა საყვარელი ის არის გარი? მშვენიერი, ულამაზესია, თუ არ გავითვალისწინებთ იმას, რომ ხელოვნური. ძალიან დიდი ხანია არ ვჭიდაო რა. აი არ მაქვს ეგ ჭიდილები, იმიტომ რომ ეს ჭიდილები ანუ ეს ჭიდილები მაშინ ხდება, როცა არ აღიარებ რაღაცას საკუთარ. რას ეჭიდავები შენ საკუთარ თავს, ხო? ეს არის ორი უკიდურესობის ამპლიტუდა, ესე ვთქვათ. რუსულად ხო იცი როგორ ამპლიტუდა, ამპლისუდა. ეს ამპლიტუდა, მოკლედ ერთი უკიდურესობიდან მეორეში გიქნევს რა და ეს ერთი და იგივე არსების, ერთი და იგივე ორგანიზმის ორი პოლუსია. და რამდენადაც ერთ-ერთ უკიდურესობაში ხარ, იმდენად რაღაც მეორეს განიზიდავ, მაგრამ დიდხანს გაჩერება ერთ უკიდურესობაში შეუძლებელია. არა და ეს დამანგრეველია ბუნების კანონზე. და ავტომატურად ეგ ანუ რასაც ძალიან უარყოფ ხოლმე, ეგ არის ის, რასაც ქვეცნობიერად გიზიდავს, რაც გიზიდავს. და უარყოფა და უარყოფა მზეში რო ჩერდები. მზეში რო ჩერდები, ეს არის უდიდესი, რა ვიცი, მზე გვაჩუქა კოსმოსმა და ძალიან მიყვარს. მზე არის და აი ულამაზესი კიდე. Cool, აკნას. აი ჩაფუმფულებული ძაღლები ყავს ბათუმში, სხვათა შორის. გაძვალტყავებულები დადიან რა, არავინ არ უვლის. თან რა ლამაზია. ერთმა ჯაზის მოყვარულმა ადამიანმა მითხრა, რომ არ არის ჯაზი ქართული მუსიკა და შესაბამისად, ანუ საქართველოში ჯაზი ვერასდროს ვერ იქმნებოდა და ვერ შეიქმნებაო. რასაკვირველია, ვეთანხმები იმ გაგებაში, რასაც გულისხმობს, ჯაზი რო ქართული ვერ იქნება, რაღაც მომენტში დასათანხმებელია, მაგრამ აქ მე უფრო ვფიქრობ რა, აი როგორც აზერბაიჯანული ჯაზი ვერ იქნება, მაგრამ არის. ძალიან კაია, მე მომწონს. იმიტომ რომ აზერბაიჯანული თავიანთი ფოლკლორული მონახაზი თუ შენსაც შეიტან რაღაც შტრიხს, აი მაშინ რა არის საერთოდ ჯაზი? ბატონო? საერთოდ რა არის ჯაზი? შენ ერთხელ მკითხე, ხო? აი ახლა მეორეჯერ გეკითხები, მაინტერესებს თუ შეიცვალა რამე შენში. ორჯერ მეკითხები? წლების მე ყველაზე კარგად თქვა ჩარლზ მინგუსმა, კონტრაბასისტი. კი, ვიცი. გენიალური. კუბელი იყო, ხო ეგ? კი, რო კითხეს რა არისო ჯაზიო, სიგარას ეწევა ესე და I don't care. არ მაინტერესებსო რა. ამ დროს როგორი ჯაზმენია? შენი მუსიკა პოზიტიურია, ესე ძალიან ბანალურად თუ შემიძლია შევაფასო. მოდი დამძიმდა, თავისით დამძიმდა. ოღონდ შინაარსობრივად და ცოტა პროგრესში. მომავალზე ფიქრობ ხოლმე? მიჭირს. აქ და ახლა ხარ ხოლმე, ძირითადად? აუ რა მაგარია, წარსულზე? არა, არ მიზიდავს დიდას რა. აი მე მაგალითად ბავშვობა ბავშვობა რაც მაგას ვინარჩუნებ და მაგისთვის ცხოვრობ, რომ ეგ არ დამავიწყდეს, ანუ ბავშვობაში რა. არა, მოგონებებს არ გულისხმობ, რაღაც ტკბილ მოგონებებს ზოგადად, ანუ წარსულში ადამიანები. ხო, გოგონებებს. ადამიანები ხო ძირითადად ან წარსულში არიან, ან მომავალში და აქ და ახლა. ნებისმიერ შემთხვევაში ვაკ ეგ ანუ შენ რაღაცა წარსულიდან არაფერი არ გვახსოვდეს, მაშინ გამოცდილებაც არ იქნება.
და ძალიან ბევრი რამე არ თუ მახსოვრობა არ გაქვს, მაშინ აი მატერიალურ სამყაროში რაღაც მრჩება განცდა, რომ აი ძენ ბუდისტურ მდგომარეობაში. არ უნდა არავითარი ძენ ბუდიზმი და ძენ პაბედი და რაღაცეების ძახილი რა. უბრალოდ გულწრფელად შეიყვარე საკუთარი თავი და რა ვიცი მე უთხარი რომ რა ლამაზი ხარ, რა ნიჭიერი ხარ, როგორი ხარ, როგორი მადლობა რომ ემსახურები, მადლობა რომ უძლებ ამდენ რაღაცა სისულელეს, არ ვიცი, ნუ რაღაცა ხო უნდა დაუმეგობრდე. აი გურჯიებს აქვს ნათქვამი, არ ვარ დიდი არც მიმდევარი და არც ადეპტი ნიჩიანელი თუ ხარ გურჯიეველი ნაკლებად იქნება პრინციპი. ხო, მაგაშიც არის საქმე და გურჯიებს აქვს ერთ-ერთ იმაში ნაწარმოებში მადლობას ვუხდიო ჩემს მეგობრებსო და არანაკლებ დასაფასებელ მტრებს. ხო და ადამიანი თუ საკუთარ თავში პირველ რიგში უფრო მტერთან დამეგობრდება, შენს დემონებთან, შენ მტრებთან ერთად ჯობია ყავაც დალიო მოგიწევს. აი ნიჩი ამბობს რა, რომ მტერიო ისეთი უნდა ყავდეს, რომ ამაყობდე იმითო წარმოგიდგენია ეს როგორი განცდა შეიძლება ადამიანმა აღმოაჩინოს საკუთარ თავში და ეხა მაგაზე ქრისტიანული რა ვიცი რა უნდა არა, მაგრამ ადამიანებმა ვინც რაღაც პატარ-პატარა წყაენები მომანიჭეს, დღეს შემიძლია რომ აი ძალიან გულწრფელად და დაჟინებულად თქვა რომ ყველა ძალიან მიყვარს. კი ბატონო, ოღონდ ანუ არ გადამყარებია. კი ბატონო, მაგრამ ხო გახსოვს? ხო, მახსოვს. აღარც მახსოვს მიზეზები, კონკრეტიკა არ მახსოვს. მეც არ მახსოვს ხოლმე რაღაცა მთლად ისეთ შინაარსები, ვიცი რომ ემოციური მახსოვრობა მაქვს. მთელი ცხოვრება რატო ხუჭავდი თვალზე იმაზე, თქვათ, რაც მიტყდებოდა და რატო ჩიჩქნიდი რაღაცას, რომ ოღონდ კარგი მეპოვა და კარგი კუთხით და რაღაც ეგეც ჩემი ბუნების და ფსიქიკის ბრალია, ალბათ ავტომატურად მაგაშვება. ბნელ განცდებს ტოვებს, მაგრამ მაინც რა არტულია რა. მე ბავშვობაში ამისმეც არაფერს არ ვხედავ, დანესტილი ისინი გარაჟები და რაღაც. სახურავზე ნახე რანაირად ეს გაფენილი სარეცხი. მუსიკა საიდან მოდის ხოლმე რა? ანუ ეს მინდა რომ ვიცი რომ ეხა ძალიან რთულია ამის ახსნა ვერბალურად. მაგრამ მართლა მაინტერესებს. ადამიანიდან. არა, საიდან მოდის? აი ეს ნოტები, ეს ბგერები, რო ქმნი ხოლმე შენი. აი ესე უცებ მოდის და ესეთ ხელები თავისით უკრავს თუ აი პროცესი მაინტერესებს? აი ეგრეც ხდება ძირითად შემთხვევებში. თუმცა ხანდახან ცოტა ჭკუაც უნდა მიაყოლო. ჭკუაში გულისხმობ ის ცოდნა, რომელიც გაქვს მიღებ. ამიტომაც ვამბობ, რომ აკადემიური განათლება არ მაქვს და არ ვარ მუსიკოსი. თუმცა ძალიან დიდი სურვილი მაქვს და ეხლა მე მგონი დროც გამომიჩნდება სამაგისოდ, რომ მე ყველაფერი ვისწავლო ნულიდან, როგორც პირველმა კლასელმა. ანუ როცა ასაკში სწავლობ, უფრო ჯობია მე მგონი, იმიტომ რომ გაცნობიერებულია რა საკურველია და თან ანუ არ გაქვს ის მომენტი, რომ ვიღაცას უნდა ჩააბარო. ანუ შენი თავის გარდა სხვა არავინ არ ყავს ვისაც ჩააბარებდი საშინაო დავალებას რა. ანუ ნოტები არიცი? არა. მართლა? ეს არის ნიჭი. როგორ დაიწყო? შემიყვანეს მუსიკალურში და ერთი კლასი ძლივს გავკაჩი. ჩემი ბავშვობის დროინდელი სკოლა მუსიკალური რა იქნებოდა ხო წარმოგიდგენია? კი, ვიცი რაც არის. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება კარგი პედაგოგიც კი მყავდა, მაგრამ ეს შავი დერეფანი, ეს ნოტები, შუქი არ არის. რომელ მუსიკალურში შეგიყვანეს, გახსოვს? რომელიც ეხა არის კონსერვატორია. ფალიაშვილის. აღარაა კონსერვატორია არც. არ ვიცი. ხო. არ ვიცი. მეც ყოველ შემთხვევაში მამაჩემმა კიდე არსა და მე რა უკრაქნეს არ ვიცი. ნახეს რომ აზრი არ ქონდა, იმიტომ რომ ეს ტანჯვად გადამექცა და ძალიან ბევრი წელი არ მქონდა არანაირი შეხება. ხო, აი როგორ გაიღვიძა და ეს პირველი შეხება შენი კლავიშთან თუ გახსოვს? ო, როდესაც მამამ მასწავლა რაღაც. მამა ყავდა სახლში არაჩვეულებრივი. და მამამ მასწავლა რაღაც. პიანისტი, ხო. დაკვრა. რაღაცის რამდენიმე აკორდი. 1955 წელი ჩვენ ვიყავით პიანისტები. როგორც გიტარაზე, თუმცა გიტარაზე არ იცოდა დაკვრა. და თვითონ რაღაცნაირად გაიხსენა თუ რა ქნა, არ ვიცი, რამდენიმე აკორდი ისაუბრა და მე თავიდან დააღიღინა რამდენიმე სიმღერა. ძალიან დიდი ხანი ინსტრუმენტი ბატონობდა ჩემზე და ეხლაც განაგრძობს რაღაც საკითხებში და აი უბრალოდ დაუფლება იმისი რომ ინსტრუმენტი გახდე შენ, აი ეს ოსტატობა
ეგ უკვე ძალიან მაღალი ლეველია და ოსტატობაა. მე ზოგადად ცოტა პრინციპულად და კატეგორიულად ვფიქრობ იმასთან დაკავშირებით, რომ თუ ირჩევ მუსიკას, კეთილი ინევე, რაღაცეები გადადე, მოდი გააკეთე გასაკეთებელი როგორც არის. ის უნდა იყოს ცოტა დისციპლინა. ეხლა მუსიკოსები უფრო გამიგებენ. აი ეს 8 საათი რასაც ნიშნავს, აი ეგრე უნდა შეწირო თავი. მე გადაწყვეტილი მაქვს, რომ წავიდეთ. ძალიან საყვარელია. საყვარელია კი არა, ეს არის მაიმუნი, ვიცნობ ამას. ეს იცი როგორ იკვინება, ხან თუ თუ არ მოეწონა, შეიძლება გიკვინოს. რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ მუსიკოსი შედგეს, მუსიკოსად? პირველ რიგში ნიჭი უნდა ქონდეს. მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი ის არის, რომ შრომა არ უნდა მოაკლოს, ცდელობა. და მესამე, ეს სამი კომპონენტი, ესეთი ღვთაებრივი მუსიკალური სამება რო ავიღო. მესამე არის ის, რომ უნარიც უნდა დაყვეს ნიჭთან ერთად, როგორ მიმართულება მიცეს თავის ნიჭსა და შრომას ერთად. აი ეს სამი კომპონენტი მოგიტანეს, ხო? დიახ. აიკოსა. ეს გუგაზდაა, ხო? ო, აბა. გამარჯობა. ჩამოგილი. ანუ დღეს ბოდიში. ო. გაიხარეთ. ვიცი რამდენჯერ მქონია ეგეთი რომ აი თან სტუმარიც არ არის ხოლმე საინტერესო ყველა და აი უნდა დასვა კითხვა იმიტომ რომ ხარო იხვეწები რომ დრო არ მთავრდება არა შენ უდავოდ საინტერესო სტუმარი ხარ უბრალოდ რაღაც სერიოზულად არ მომყვები არც ერთ საუბარ რაღაცას რო გელაპარაკება სტუმარი და რო ამთქნარებ და საათზე რო იყურები ამას ჩაუსომით. კი, ძალიან ბევრი სტუმარი ყოფილა ეგეც ერეკლემა. ამორა შევიდეთ აქ. აი, აქ შიგნით ვერ შევალთ, მაგრამ აქ შევიდეთ და აუში რო გვინდა. გამარჯობა. როგორ ძანდებით? არა გვიშავთ. ეს გარეთდებს, არც შემიმჩნევა. მე გავაფრთხილე უთხარი რა მდგომარეობაშიც არის ინსტრუმენტი, მაგრამ თავისას არის. ისე უხდება ამ ფუჩას და გარემოს. მაინც ძალიან ლამაზია ესეთი კლავიში. ძალიან ცუდ მდგომარეობა. არა უშავს, შენ ამაზე რომ დაუკრავ, მაშინ ხარ მაგრამ. რამდენიმე კლავიში არ მუშაობს, გვაპატიეთ. ჩემთან პატარა ბაღი. არა, ვერ მიმღერე. ნორჩი და სათუთი ჭრილები. აი, ეხა ნახე. აქ ყოველ საღამოს დადია. ვაჟები, ქალები, წყვილები. ფოთლებში ნათურებს დავეძე. ისინიც ბჟუტავენ იქიდან აქ ერთი გოგონა რამდენჯერ მისციდა კოცნიდი თვალებში კოცნიდა თვალებში მკოცნიდა მერე წავედი მოვცილდი ისიც წავიდა მომცილდა დიდი მადლობა ირაკლი. ვისი პირიქით. მადლობა რომ გამაგვიძეთ და
შემაწუხეთ და მომიწია ადრე ადგომა და წვალება და გამოუძინებელი მოსვლა და მადლობა რომ კარგი იყო მართლა შენთან ერთად გასეირნება და მოდი ახლა მე ერთ შეკითხვას აგისვენ რა იყო კარგი? მუსიკა იყო ყველაზე კაი. ყველაზე მეტად კარგი იყო ის რომ ანუ ეს დეპრესიული ფონი რაღაცნაირად გაანეიტრალა. ჩემი კი არა ზოგადად. აუცილებლად. ყველგან ვანეიტრალებს, სადაც ფესვგადგმული არ არის და თუ ეხა თვითონ არ შველიან თავის თავს, მე ვერაფრით ვერ შევუქმნი განწყობას.